სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ფერი ცვალების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. ეს დიდებული მოვლენა აღწერილია წმინდა სახარებაში. ერთხელ უფალმა იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფე პეტრე, იაკობი და იოანე წაიყვანა თაბორის მთაზე სალოცავად და მათ წინაშე ფერი იცვალა, მისი სახე გაფრწყინდა მზესავით, მისი სამოსელი გახდა თოვლივით სპეტაკი და ელვარე და მოციქულებმა იხილეს ასევე, რომ უფალ იესო ქრისტეს ესაუბრებოდა ორი კაცი. ესენი იყვნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები მოსე და ილია და ისინი ლაპარაკობდნენ იესო ქრისტეს განსვლის შესახებ, რომელიც უნდა მომხდარიყო იერუსალიმში. გასვლაში იგულისხმება მისი მიწიური ცხოვრებიდან გასვლა, ჯვარცმის, სიკვდილის, მტრეთით აღდგომის და ამაღლების მეშვეობით. და ისინი ამაზე ლაპარაკობდნენ, რათა მოციქულები არ დაბრკოლებულიყვნენ, როცა იხილავდნენ ჯვარზე გაკრულ მაცხოვარს და მის სიკვდილს როცა იხილავდნენ. არამედ რომ სცოდნოდათ, რომ ეს ყველაფერი იესო ქრისტემ თავისი ნებით მიიღო, რაც გათვალისწინებული იყო ჯერ კიდევ მის მიწიურ სიცოცხლეში. და აი, ამის ხილვისას მოწაფეებს გამოუთქმელი ნეტარება დაეუფლა და მოინდომეს, რომ ეს ნეტარება სამუდამოდ გაგრძელებულიყო და ძალიან მიამიტად გამოხატეს ეს თავიანთი სიტყვებით, რაც უთხრეს უფალ იესო ქრისტეს. და აი ამ დროს ღრუბლიდან, რომელიც მათ ჩრდილავდა, გაისმა ხმა, ეს არის ძე ჩემი საყვარელი, ამისი ისმინეთ. რა იყო ეს მიზეზი ამ დიდი ნეტარების და სიხარულის, რაც მოციქულებმა განიცადეს? და აი დღესასწაულის ტროპარე გვაუწყებს ჩვენ ამას, რომ უფალმა თავისი ფერი ცვალებით მათ უჩვენა თავისი საღვთო დიდება. და ეს შუქი, რომელიც მათ იხილეს თაბორის მთაზე, არ იყო მატერიალური ბუნების. და ამდენად ეს არ იყო მხოლოდ მათი ხედველობითი აღქმა, არამედ ეს იყო ღვთაების რეალური გამოვლინება, ნამდვილი გამოვლინება. ეს იყო საღვთო ბუნების გამოცხადება. და აი ამ ბუნების მარადიული, უხრწნელი, უქმნელი შუქის ბრწყინვალება. და რა თქმა უნდა, ტკბილია და სასიხარულოა უფალთან ყოფნა. და განა ჩვენ მოკლებულნი ვართ ამ შესაძლებლობას? რა თქმა უნდა არა. იმავე დღესასწაულის ტროპარში ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენს გვაზიაროს ამ დიდებას. შეგახსენებთ ამ სიტყვებს: გამოგვიბრწყინვე ჩვენცა ცოდვილთა, ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღვთისმშობელისათა, უფალო დიდება შენდა. მაშა სადამე მოციქულთა მსგავსად ჩვენ შეიძლება ვიგრძნოთ ეს გამოუთქმელი სიხარული და ვიხილოთ თაბორის საღვთო შუქის ბრწყინვალება. ყველა ადამიანს შეუძლია ფერი იცვალოს და მეტიც
ყველა ადამიანის მოწოდებაა, რომ ფერი იცვალოს. ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების აზრით ხომ სწორედ ეს არის, რომ ღვთისმშობლის მეოხებით ჩვენშიც გამობრწყინდეს მარადიული საღვთო ნათელი. ამრიგად ეს ჩვენება გაქრა თაბორის მთაზე, მაგრამ თაბორის შუქი და საღვთო ნათელი დარჩა დედამიწაზე. არ წასულა დედამიწიდან. და ჩვენ ის უნდა ვეძიოთ, ის უნდა მოვიპოვოთ. და ნეტარია ის, ვინც მას მოიპოვებს, ძვირფასო ძმებო და დებო. და ამისთვის შეიძლება ჩვენ დავთმოთ, შევზღუდოთ ჩვენი თავი ბევრ რამეში და დავთმოთ ბევრი რამ ამ მიწიურ ცხოვრებაში, რაც ხელს უშლის ამ ნათლის მოპოვებას და აბნელებს ჩვენს ცხოვრებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ და ვეცადოთ ისე ვიცხოვროთ, რომ ჩვენს მოგმადლოს უფალმან საღვთო შუქის ხილვა, რომ ჩვენს გულებშიც იყოს ეს ნათელი თაბორისა. სიმდაბლე, სიწმინდე, სიმშვიდე, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული. და ამისთვის ჩავიხედოთ ჩვენს თავში და ვკითხოთ ჩვენს თავს. გვეხება თუ არა იესო ქრისტეს სიტყვები? ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის? და თუ ჩვენს თავში ცოტა მაინც შევნიშნავთ ამ სიბნელეს, სინანულის შუქით უნდა გავფანტოთ ეს სიბნელე და მაშინ ვიხილავთ ქრისტეს ჭეშმარიტ მარადიულ ნათელს, რისი ღირსიც გაგხვადოს ჩვენ უფალმა ჩვენმან იესო ქრისტემ თავისი მადლით და კაცმოყვარებით, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სული წმინდით აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.